დინამიკაში მიდაგვედა საწყო ატო იყო სულბულაძე. ერთი თვე შესრულდა რაც აქცია. ეგრეთ წოდებული ცრუმთავრობა ელოდებოდა რომ ჩვენ დავიშლებოდით, ჩვენ არ დავიშალეთ. და საქართველოს ყველა ქალაქში მე დღეს 7 საათზე გამოვიდი თბილისიდან, იმიტომ რომ აი აქ ოზურგეთში გურულებთან ერთად, ლანჩხუთელებთან ერთად დავგარიყავ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ არ დავნებდით და ჩვენ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ეს არის რა თქმა უნდა ახალი არჩევნები და ყველა ამ ცრუ რეჟიმის ხუნტის პატიმრები უნდა იყვნენ განთავისუფლებული. ოცნება უნდა გავატაროთ ალაიაში. ეს არის მიზანი, რას ვითხოვთ? რას ვითხოვთ და ამ ხელისუფლების გადადგომა, ესე თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადადგომაზე რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას. მადლობა მაიგო გოგონიკიძე აქციის მონაწილე. მადლობა. პირველ რიგში ვითხოვთ იმ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც აქციებზე დააკავეს და მეორე რიგში ვითხოვთ ევროპას რატომ? მადლობა თორნიკო. აპროტესტებთ პირველ რიგში ამ ძალადობრივ რეჟიმს, რა და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ძალადობა, დასრულდეს დაპატიმრებები, უსაფუთრო და უსამართლო დაპატიმრებები და სოლიდარობას უცხადებ ყველა უსამართლო დაპატიმრებებს. თავისუფლებას ვითხოვთ მათ, ახლა იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ არჩევნები გაგვიყალბეს, მოყარეს და თავისუფალი სიტყვა რომ უკვე ისჯება. ამიტომ თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არც ერთ დღეს თუ ადამიანს და ქართველს თავისი სამშობლო უყვარს, უნდა იდგეს აქ და არა თბილად სადღაც იჯდეს სახლში რა და დიდი იმედი მაქვს და აუცილებლად გავიმართებთ რა, ვიცით რომ მივახცევთ იმას, რომ საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროპისკენ და აუცილებლად გავხდებით ევროპის ოჯახის წევრი და არა რუსეთის რა და არა იმ ხალხის, რომლებმაც შარტავა, გაბისყირია, ანწუხელიძე, ატუნაშვილი და რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო ეს ადამიანები მოგვიკლეს და ჩვენ ამიტომ ვეთაყვანოთ უნდა მათ. არ არსებობს ეს არ იქნება რა, არ მოხდება. თელ საქართველოს დღეს ეს ჯაჭვი სიმბოლური აქციაა. ჩვენი ვითხოვთ ჩვენი თანამებრძოლების, ჩვენი მეგობრების თავისუფლების მებრძოლი ადამიანების გათავისუფლებას და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. შემოვლებული თელ საქართველოს და ახლა გურულების ჯაჭვი ხომ არ გამორჩებოდა, მაგას მიუხედავად უამინდობისა მოვიდა ხალხი და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, ვიბრძოლებთ ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისათვის. ვინ დაგვიდგება ამ საქმეში წინ? საქმეს მივუყოთ ბოლომდე. Γιώργη, θα με δείτε σαν το πιάτσι. ეს უბრალოდ ნესტია. სინაცრებლები.